მოხელის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის მოთხოვნის და ქრთამის მიღების, ასევე საფინანსო საქმიანობის სფეროში ჩადენილი დანაშაულის ფაქტებზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ყოფილი მაღალჩინოსანი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის ყოფილი უფროსი, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი ბრალდებულად ცნეს. გამოძიებით დადგინდა, რომ დავით კეზერაშვილმა პირადი სარგებლის მიღების მიზნით თანხმობა განუცხადა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს ნიკოლოზ დავითაშვილს და იოსებ იმნაძეს, რათა გამოეყენებინა მისი პირადი სამსახურებრივი მდგომარეობა და მფარველობა გაეწია აღნიშნული პირების უკანონო საქმიანობისათვის. კერძოდ, დავითაშვილმა და იმნაძემ განიზრახეს დადგენილი ტექნოლოგიების უხეში დარღვევით, ყურძნის მასალასთან ეთილის ან სხვა სახის სპირტის შერევით და ტექნოლოგიური манипуляციებით ეწარმოებინათ ფალსიფიცირებული საკონიაკე სპირტი. ეთილის სპირტისაგან კონიაკის სპირტის მსგავსი სითხის დამზადებით სირდება კონიაკისებური სპირტის თვითღირებულება და მნიშვნელოვნად იზრდებოდა მისი რაოდენობა. განზრახვის სისრულეში მოწაყვანად აღნიშნულმა პირებმა დაარეგისტრირეს შპს განთიადი და შპს ნაფარეული. სახელმწიფო გადასახადებისაგან თავის არიდების მიზნით მათ შეადგინეს დანაშაულებრივი სქემა თუ როგორ უნდა შემოსულიყო ეთილის სპირტი შიდა ბაზარზე ისე, რომ არ მოქცეულიყო იმპორტის დაბეგვრის რეჟიმში. აღნიშნულ პირებს საქმიანობაში სჭირდებოდა სახელმწიფო სტრუქტურათა მაღალჩინოსნების მხარდაჭერა, რომლებიც გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ მფარველობას გაუწევდნენ მათ. ისინი დაუკავშირდნენ ფინანსური პოლიციის იმჟამინდელი უფროსის დავით კეზერაშვილის დის ქმარს, მეირ ჯანაშვილს, განადეს დანაშაულებრივი გეგმა და სთხოვეს შუამდგომლობა დავით კეზერაშვილთან. ჯანაშვილი მოელაპარაკა კეზერაშვილს, რომ მას სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას თანამდებობრივი ავტორიტეტის გამოყენებით ხელი შეეწყო უკანონო საქმიანობისათვის. კეზერაშვილმა იმის ნაცვლად, რომ მიიღო ზომები დანაშაულებრივი სქემის აღსაკვეთად, რაც მისი უშუალო კომპეტენცია იყო როგორც ფინანსური პოლიციის უფროსის, დათანხმდა უკანონო ბიზნესის მფარველობას და ქრთამის არაღებას. დავით კეზერაშვილი იღებდა ვალდებულებას საბაჟო, საგადასახადო და სხვა მაკონტროლებელ ორგანოებზე თავისი ავტორიტეტით გავლენა მოეხდინა და ხელი შეეწყო დანაშაულებრივი ჯგუფისთვის. იმნაძემ და დავითაშვილმა თანხმობის მიღების შემდეგ უკრაინული სპირტის საწარმოს შეუკვეთეს 480 ტონა ეთილის სპირტი და დაიწყეს საქმიანობა. 2007 წლის 8 იანვარს 240 ტონა სპირტი დავით კეზერაშვილის დახმარებით საქართველოში შემოვიდა, რის სანაცვლოდ კეზერაშვილმა ქრთამის სახით აიღო 72,000 ამერიკული დოლარი. ამავე წლის 5 თებერვალს აღნიშნულმა პირებმა საქართველოში კვლავ შემოიტანეს 240 ტონა სპირტი. კეზერაშვილმა დამატებით ასევე 72,000 ამერიკული დოლარი აიღო. 2007 წლის 7 თებერვლიდან 11 მაისის ჩათვლით საქართველოში სულ შემოტანილი იქნა 2,455,065 ლიტრი სპირტი. კეზერაშვილმა ქრთამის სახით 700,333 ამერიკული დოლარი აიღო. 2007 წლის მაისის ბოლოს უკვე თავდაცვის მინისტრმა დავით კეზერაშვილმა ქრთამის სახით გადასახდელი თანხის გაზრდა მოითხოვა. შესაბამისად, 2007 წლის 8 ივნისიდან 31 დეკემბრის ჩათვლით საქართველოში შემოტანილ 3,073,279 ლიტრი სპირტზე აიღო 2,011,971 ამერიკული დოლარი. 2008 წლის იანვრიდან კეზერაშვილმა კვლავ გაზრდა ქრთამად მისაღები თანხის რაოდენობა და 2,203,646 ლიტრი სპირტზე 1,552,552 ამერიკული დოლარი აიღო. 2008 წლის ოქტომბრიდან დეკემბრამდე შემოტანილ 410,252 ლიტრი ეთილის სპირტზე ქრთამად აიღო 227,946 ამერიკული დოლარი. თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ დავით კეზერაშვილმა გააგრძელა დანაშაულებრივი საქმიანობა, სათავეში ჩაუდგა ორგანიზებულ ჯგუფს, თავისი ავტორიტეტით არამართლზომიერ გავლენას ახდენდა საბაჟო სამსახურზე და ხელმძღვანელობდა კონტრაბანდული სპირტის საქართველოში შემოტანას და 163,230 ლიტრი სპირტის შემოტანის შედეგად უკანონოდ მიიღო 94,673 ამერიკული დოლარი. 2009 წლიდან 2012 წლამდე სხვადასხვა პერიოდში კეზერაშვილმა კონტრაბანდული საქმიანობის შედეგად მიიღო 7,570,032 ამერიკული დოლარი. საერთო ჯამში კეზერაშვილს როგორც მოხელეს ქრთამის სახით 4,679,978 ამერიკული დოლარი, ხოლო როგორც ორგანიზებულ დანაშაულებრივი ჯგუფის ხელმძღვანელს კერძო პირს 7,666,705 ამერიკული დოლარი აქვს მიღებული. აღნიშნულ თანხებს კეზერაშვილი შუამავლის მისი დის მეუღლის დანაშაულებრივი ჯგუფის წევრის მეირ ჯანაშვილის მეშვეობით ღებულობდა. ამ წლების მანძილზე დანაშაულებრივი манипуляციებით საქართველოში სულ შემოტანილი იქნა 19,868,312 ლიტრი ეთილის სპირტი. გადასახადების დამალვის სახით სახელმწიფო მიზარალა 59,392,341 ლარი. თავად კეზერაშვილმა კი საერთო ჯამში უკანონო შემოსავლის სახით მიიღო
$12,334,693 ამერიკული დოლარი. მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 200 მუხლის მეორე ნაწილით, 372 მუხლის მეორე ნაწილით, 214 მუხლის მეორე და მეექვსე ნაწილებით, 328 მუხლის მეორე და მესამე ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 11-დან 15 წლამდე ვადით. მადლობა ყურადღებისთვის.